თუ ეხლა თქვენ ხართ ექიმი, რომელსაც ოდესმე გქონიათ, ეხლა გვიყურებთ და თქვენ ხართ ექიმი, რომელსაც ერთხელ მაინც გქონია შემთხვევა, როცა ხელში შეგერჭოთ რაღაცა ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება პაციენტთან ყოფილიყო გამოყენებული და იქ ყოფილიყო სისხლის წვეთი. ალბათ ბუნებრივად ახლავს ხოლმე ამას გარკვეული შიშები, ფიქრი და ასე ხო არ იქნება, ისე ხო არ იქნება. აი, გეუბნებით, რომ თქვენ შეგიძლიათ, რომ მიაკითხოთ აი ამ შესაბამის სერვისს, მიიღოთ ბმულები ჩვენი ვიდეოს აღწერაშიც იქნება, შეგიძლიათ მიიღოთ ეს მედიკამენტი, 28 დღიანი კურსი ჩაიტაროთ და გასაგებია, რომ პროცენტულობა ძალიან დაბალია, მაგრამ ის ჩვენ შეგვიძლია ფაქტობრივად ნულამდე დავიყვანოთ, ხო? და თუ კი რაღაცის გამო გერიდებათ, ხო, იქ შეუძლიათ ავტომატურად რამე არ შემეშალოს, რომ მოვიდეს და თქვას, რომ არის ზურა პალხანიშვილი, ხო ასეა? კი ბატონო. ანონიმურია პროგრამა. რაც უნდა ის თქვა. ნების სახელი ბაბუის გვარი, რა ვიცი, ნებისმიერ კომბინაცია, არავის არ გვაინტერესებს, რაღაც 15 ნიშნა კოდს ვადგენთ და დასრულდა ამითი. ყველაფერი იფიქროს მაყურებელმა, რომ მხოლოდ თბილისში არის ეს სერვისი ხელმისაწვდომი, ბათუმის ინფექციური, ზუგდიდის ინფექციური, ქუთაისის ინფექციური კლინიკები და გარდა ამისა, დეცენტრალიზაციას ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ფეხის ხმას უნდა ავყვეთ და იმ მიმართულებებს, რაც სოფლიოში არის და ეს გახლავთ დეცენტრალიზაცია და ჩვენ გვაქვს ახლა ცენტრი ფოთში, ხაშურში, თელავში, თელავი, ფოთი, ხაშური, ასე რომ რეგიონულ ცენტრებშიც უკვე ხელმისაწვდომი არის ჩვენი სერვისები. და ასევე თქვენ პარტნიორებთან ერთად აკეთებთ ამას, ხო, ჩვენ ჩართვაში ყავდა თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენელი, რომელმაც ისაუბრა, მათაც თავისი ჯგუფები ყავთ, ვისაც ამ სერვისს უწევენ და იქ თქვენი ექიმები და თქვენი სპეციალისტები არიან ჩართულები. თქვენი სერვისია უბრალოდ ისინი გეხმარებიან და ერთობლივად ახორციელებთ ამ პროგრამას.